გამარჯობა, მოგესალმებით ქართული ტევეს ეთერიდან, გადაცემით საფრთხეები და ჯანსაღის სამყარო. მე დღეს როგორც ყოველთვის მინდა შეგახსენოთ პირველ რიგში ჩვენი ტელევიზიის შესახებ თუ სად და როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები. მაგთიზე შეგიძლიათ ნახოთ ნომრით 46, სილქნეცე ნომრით 259. ვართ ასევე მაი ვიდეოზე, გვაქვს Facebook და YouTube გვერდები, სადაც იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები. ასევე ვართ ახალ ქსელებზე ნომრით 292 და რაც მთავარია, გადავედით 24 საათიან მაუწყებლობაზე, გავდივართ სატელიტურ მაუწყებლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში შეგიძლიათ ქართული ტევეს გადაცემების ნახვა. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გელით წინ, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ქიმიური ბილიკები. თუ რას ნიშნავს ეს, რა თქმა უნდა, გაგარკვევთ ამ ყველაფერში. ჩემი დღევანდელი სტუმრები გახლავთ. ბატონი კობა კუსიანი, იურისტი, უფლებადამცველი, ამერიკის ბიოლაბორატორიებისა და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მოძრაობა ანტილაბ საქართველოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ასევე ქალბატონი თინა თინგოცაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მოძრაობა ანტილაბ საქართველოს ექსპერტი. მოგესალმებით შემოკარგებო. მადლობა, რომ ესეთი საინტერესო თემებით ხართ ყოველთვის ჩვენთან წარმოდგენილი. დღესეც ძალიან საინტერესო თემა ელის ჩვენს მაყურებელს წინ და მე მინდა თქვა, რომ 2 დღის უკან მინდა მაყურებელს ვაცნობო, ვინც არ იცის, ბათუმში ეს გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომ კადრები გავრცელდა ბათუმში, შეარჩნიეს მოკლედ რაღაც ისეთი ღრუბლის მსგავსი, ესე ვთქვათ, ღრუბელი, რაც ხალხმა ვერ აღიქვა. და რა იყო ეს? მოკლედ ხალხის აღშფოთება გამოიწვია ამ მოვლენამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის კადრებს ვნახავთ, მაგრამ თუ რასთან გვაქვს საქმე და სინამდვილეში რაშია საქმე და რა პრობლემის წინაშე დგას საქართველოს საზოგადოება და მით უმეტეს კონკრეტულად ბათუმზე გვაქვს საუბარი, ჩვენ აუცილებლად კადრებს გაჩვენებთ და გთხოვთ ნახოთ ეს კადრები. ჩვენმა მაყურებელმა ნახა კადრები, ბატონო კობა და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ძალიან სწორი დასკვნები გამოიტანა ამასთან დაკავშირებით და უფრო ახლოს და უფრო გავშალოთ ეს თემა და ზოგადად ის თემები, რაც დღეს ჩვენ უნდა წარმოუდგინოთ მაყურებელს, მოდით კითხვებით დავიწყოთ. მე პირველი კითხვა ესეთი იქნება ჩემი, რას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული ქიმტრეილები, ანუ იგივე ქიმიური ბილიკები. რა ზიანი შეიძლება ამაც მოუტანოს საზოგადოებას და რა თქმა უნდა, თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად რო გავშალოთ ეს თემა და უფრო კარგად ავგუსტოთ მაყურებელს. მადლობთ მოწვევისათვის, მადლობთ აი ამ საკითხს რო ვეხებდი ჩვენ და მაყურებელმა სულ ახლად მას რაც ნახა ეს კადრი ეს და ბათუმში რაც დაფიქსირდა. ანუ არ ვიცი ხა ეს იყო საკმაოდ ისეთი ნისლი, ხა ნისლი ალბათ ყველას უნახია, მაგრამ ზღვიდან წამოსული ნისლი და ცოტა გაუგებარი არის. სხვათა შორის ამ დროს არ ქონდა არც სუნი და არც გემო, სხვათა შორის რჩება პირში რაღაცა ამ ისა სპილენძის გემო აქვს, ეს არ რკინის გემო დაახლოებით გააჩნია ხო ვინც იცის ასე შემთხვევაში. თუმცა აღშფოთება იყო დიდი ბათუმში, საკმაოდ შიშიც იყო, მაგრამ რახან გადაიარა ამას არავინ არ აქცევს. ეხლა რაც შეეხება თვითონ ქიმიურ ბილიკებს, მოდი ესეთ ქართულად ესე დავარქოთ ამას ხო? ეს ისევ და ისევ სხვათა შორის რაღაც ჭორის დონეზე არ არის, ეს არის საკმაოდ გავრცელებული უკვე ინფორმაცია მსოფლიოში, რომ თითქმის რომლებიც მოძრაობენ ცაში, ისინი რაღაცას თეთრი მას ღრუბელი მისდევს. მსგავსი ხო? ხო და აი ამ კუთხით როგორ ხდება, ხო? ეს ადრეც იყო სხვათა შორის ახლა მისდევდა, მაგრამ ეს მალევე ქრებოდა ეს ბილიკი, ეს ღრუბელი. თუმცა რატომ არის ეს ახლა მოდი ესე შევხედოთ, ახლა არსებობს რაღაცა 5 ესეთი მითი თითქოს რომ
ვითომ მოსახლეობა შეცდომაში შეყვავს რაღაცა ეს ქიმიურია და შემდეგ ეს არის არაფერი ისეთი ეს არის უბრალოდ ჩეულებრივად თვითმფრინავის რომელიც მიფრინავს და კვალი ეს არ არის საშიში ეს არის უბრალოდ ჩეულებრივი თვითმფრინავით გამონადენი ანუ გააჩნია ძრავასაც რომელიც თვითმფრინავი ტოვებს და რომელი არ ტოვებს ესეც სხვადასხვა ის არის თუმცა მაღალ სიმაღლეზე სხვა არის ეს არსებობს. უკაცრავად ბატონო კობა, როგორ მიხვდეთ? ანუ ადამიანი ხო, ეს არის, რომ მიხვდეთ რა არის, ახლა ადამიანი მიხვდება. თუ დაუშვათ სხვა რამ ნივთიერება. ზოგი ქრება მალე, ზოგი კიდე საკმაოდ დიდხანს არის და ეს ჩვენ ალბათ უფრო მაყურებელს მე ვაჩვენებთ ფოტომასალას. სადაც საკმაოდ ესეთი ფრინავები არ დაფრინავენ, ისიც საში რომ ეს ესე იგი რაღაცა დროის ფაქტორზე გაფრენილმა მეორე განმხრობ პრაქტიკულად ხდება უჯრედები ჩდება ცაში ამ ბილიკებიდან და ეს საკმაოდ დიდხანს რჩება არ რჩება სხვათა შორის ეს რაღაცა პატარა დროის განმავლობაში დიდი დროის განმავლობაში რჩება თუმცა ვინ ადგას ამის უკან მოდი ესე შევხედოთ და ისევ დგავნა როკფერელები ევგენისტები ესე წოდებული აი ამათ კუთხიდან როგორც ასეთი დაქვემდებარებაში მყოფი ხელისუფლება, სახელმწიფოს ხელისუფლებები, რომლებიც დავალებას ასრულებენ, ამათ დავალებას ასრულებენ და გვაქვს. ნუ ეს არის საფრთხე თლიანად, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს. ყველგან ხდება აბსოლუტურად და რა მინიშნება და როგორ არის ფაქტიურად და რა კუთხითაც მოქმედებს ჯანმრთელობაზე ალბათ მე ქალბატონი თინა უფრო კარგად ისაუბრებს ამ მიმართებაში. ქიმიური ბილიკები სხვათა შორის იყო მე-20 საუკუნეში, როცა ვიეტნამის ომის პერიოდში სხვათა შორის დაფრინავდნენ თვითონ და აფრქვევდნენ ნამდვილად იქიდან ესე ეგრეთ წოდებული გეტყვით იოდის გადმოფრქვევა, რომელიც ცვლიდა ამინდს და იწვევდა წვიმას. და ალბათ ფილმებიდანაც მაინც ახსოვს ჩვენ მაყურებელს როგორი ვიეტნამთან ომის პერიოდში როგორი დიდი წვიმები მოდიოდა მაშინ ხო ეს რას ანუ აფერხებდა ომს ბილიკებს ანუ გზას აბსოლუტურად რეცხავდა და უფრო ჭირდა ომის როიტყვიან გაგრძელება ეს ბევრი ამაზე ეს როიტყვიან ფაქტიურად თვითონ დოკუმენტური მასალაც არსებობს ამ ომთან მიმართებაში ბევრი ნუ ხა ცოტა მე 67-72 წლები იყო, შემდეგ მე მოეწერა კონვენციას, რომ ეს აიგრძალა, მაგრამ დღეს ფაქტიურად იგივე მდგომარეობაში ვართ ჩვენ. ნუ რა აიგრძალა და რა არ აიგრძალა უკვე ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტიურად არსებობს ის, რომ სიდან გვაყრიან რას? გვაყრიან ქიმიურ ნივთიერებს. ეს ქიმიური ნივთიერებები შემადგენლობა ასეთია, ეს არ არის მარტო აზოტის დიოქსიდი, გრაფენის ოქსიდი, ალუმინი, ბარიუმის მარილები. ეს არის ყველაფერის ჩამონათვალი, რაც არის აბსოლუტურად აი ცაში როიტა ღრუბლის სახით მაგალითად ჩვენ რასაც ვხედავთ. დიახ. ეს შემდეგ ეშვება მიწაზე და ნუ მე უკვე სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. თუმცა ისიც აღნიშნოთ ალბათ რომ ამასაც დავამატებ სულ 2 კვირის უკან პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა რომ ციდან თურმე მართლაც აფრქვევენ რაღაცა ხსნარს და სულ მალე გახდება ჩვენთვის ეს როიტმა თვალნათლი. აი ეს ფაქტია. ანუ უფრო მეტად მიაქცევს ადამიანები ამას ყურადღებას და ახან ტრამპმა თქვა ხდება დილის საათებში და არ ხდება ის უფრო დილის საათებშია ეს სხვადასხვა არსებობს ვიდეოები სხვათა შორის როცა უფრო დილის საათების პერიოდში ხდება ეს როიტმა გამოფხატა. ერთი კითხვა გამიჩნდა უბრალოდ რომ არ კითხოთ არ შემიძლია. ანუ თვითონ აი ეს ვინც აი ამ ყველაფერს აკეთებს. დავუშვათ რატომ არ მალავს ან ფუთავს ისე რომ საზოგადოებისთვის არ იყოს თვალშისაცემი ეს ყველაფერი. თუ დავუშვათ ამას ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ დავაზიანოთ ჩვენი მოსახლეობა, ანუ ადამიანები დედამიწაზე, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს ცოტა ჩუმად, ხო? დავუშვათ ისე რომ რაღაც ეჭვი არ გამოიწვიოს, რომ აი რა არის ცაში ეს, რა არის რა ნივთიერება, ღრუბელია თუ არა, ანუ ხალხში ეჭვი რომ შემოდის, მაინც გინდა არ გინდა უკვე რაღაც პანიკაც იწყება, ხო? ნელა-ნელა. ეხლა შეიძლება რამოდენიმე წელი ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ უკვე ამაზე დავიწყეთ საუბარი, ხო? თუნდაც თქვენ უკვე გადაცემები იწერება, უკვე რაღაც მოძრაობა იწყება და რატომ არ ფიქრობენ დავუშვათ იმას
იმას, რომ უფრო ჩუმად გააკეთოს ეს ყველაფერი. და რა ხარ არის ჩუმად გასაკეთებელი ეს უკვე ომია, უკვე პირდაპირ. უკვე პრაქტიკულად ღიად არის განცხადება, რომ მოსახლეობა უნდა შემცირდეს. ღიად განაცხადეს ის რომ თურმე ვირუსი ხელოვნურად იყო შექმნილი. დიახ, უკვე აღიარეს. უკვე ისიც იმასაც აღიარებენ მაგალითად რომ წერების საკვები ესეც მიზან მიმართულია, თუმცა ის რას იწვევს ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, როგორც ამ ასე ვთქვათ ქიმიურ ბილიკზე საუბრობთ. ასევე როგორც არის ახლა მიმართებაში რომ იყო თანმიმდევრულად არ მალავენ ყველაფერს აკეთებენ ღიად, ყველაფერს ასხურებენ ღიად და გვეუბნებიან. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვიმოქმედოთ. მივიღებთ და ეს თეორი ჩვენზე როგორ ვიმოქმედოთ. ქალბატონო თინა, მინდა მაინც თქვენ გკითხოთ ესეთი რამ ვინ დგას მოკლედ აი ამ ყველაფრის უკან საერთოდ და საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი? ხო, რა თქმა უნდა. თუ არის აი ამის დოკუმენტაცია ან დაუშვათ თუ გვაქვს თამამად ამის აღიარების და თქმის. რა თქმა უნდა, მოგესალმებით უპირველესად, მივესალმები ტელემაყურებელს და მადლობას მოვახსენებ ქართულ ტივის. ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი, უბრალოდ გამიგეთ მართლა თუ ტრამპი არ გააკეთებდა განცხადებას და თქვა ბატონმა კობამ და მე კიდევ დავაზუსტებ უფრო კონკრეტულად რომ კიდევ უფრო დიდი და საშიში განცხადება იყო ეს ტრამპისა, იმიტომ რომ ხა აუტიზმის თემას დღეს ჩვენ ვერ გავავრცობთ, მაგრამ იცით რა განაცხადა, რომ სწორედ უნდა შეწყდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცაში გარკვეული ნივთიერებების გამოფრქვევა, შესხურება და უნდა შესწავლილი იქნას აუტიზმთან ამის ასე ვთქვათ კავშირი და კორელაცია იმდენად საგანგაშო მდგომარეობაა ამ კუთხით ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და სტატისტიკაც არის მოყვანილი რომ თუ წინათ 10,000-დან ერთი ასე ვთქვათ აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვი ფიქსირდებოდა, ახლა ყოველი 36-დან ერთი ბავშვია ასეთი გამოვლენილი და თქვენ წარმოიდგინეთ ტრამპის ამ განცხადებამდე ძალიან ბევრ ქვეყანაში ექსპერტები მკვლევარები ამახვილებდნენ ამაზე ყურადღებას, მაგრამ რატომღაც ეს ისევ და ისევ შეთქმულების თეორია დაღიქმებოდა, ბევრი საქართველოშიც ამას დასცინოდა, დღესაც მიდის რო იტყვიან ქილიკი და სიცილი და რაღაცა ირონიით ამის ასე ვთქვათ კომენტირება, რომ ვაიმე კიდე რას მოიგონებთ, რას ქვია გვაფრქვევენ, ძალიან უნდა დაგვაყარონ, აბა კიდე რას იტყვით, მაგრამ აი ამ კატეგორიას მინდა მივმართო, რომ ეს სასაცილო ნამდვილად საქილი და დასაცინი არ არის, რადგან პრაქტიკულად ეს საკითხიც არის გაცხადებული ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და აი როდესაც თქვენ მე მეკითხებით ვინ დგას ამის უკან, ჯერ ვიტყვი იმას, რომ ამ ყველაფერში თანამონაწილეა ამერიკის თავდაცვის სამინისტრო, სადაზვერვო სააგენტოების სპეცსამსახურების მუშაკთა მონაწილეობით და რა თქმა უნდა საერთაშორისო ავიაკომპანიების მფლობელები არიან გარიგებულები და ძალიან დიდი თანხების სანაცვლოდ თუ შეიძლება ითქვას ასეთ დიდ დანაშაულს ჩადიან კაცობრიობის წინაშე. ახლა კონკრეტულად ვინ დგას და ის გლობალისტური ფლანგი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ცნობილი გენერლების ჩვენებები, აღიარებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ავიაკომპანიების კომერციული მენეჯერების, ავიაკომპანიების მექანიკოსების და ასე ვთქვათ ცალკეული თანამშრომლების ჩვენებები და აღიარებები არსებობს, თუ რას აფრქვევენ და რომ ნამდვილად აფრქვევენ. სამოქალაქო თვითმფრინავებთან არის ასე ვთქვათ შეჭიდული დამონტაჟებული სპეციალური მოწყობილობა, აღჭურვილობა, რომელიც საგანგებოს უშვებს აეროზოლის სახით აი ნივთიერებებს, რომელიც კვალს ტოვებს და ეს არ არის თვითმფრინავის გამონაბოლქვი, როგორც აი ამაზე ხშირად ასე ვთქვათ სკეპტიკოსები საუბრობენ. და მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს ვაჩვენოთ ძალიან ცნობილი სამხედრო ვეტერანის ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალების ცნობილი ვეტერანია ეს ქალბატონი კრისტენ მეგანი, რომელიც ინტერვიუში ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ემსახურებოდა ბიო და ეკოინჟინერიის სფეროს, რომ ის ამ დარგის სპეციალისტი იყო და მის გაოცებას ის ვერ მალავს, რომ მთელი ამდენი წლის განმავლობაში ვერ იგებდა თუ რატომ იყო საჭირო თუნდაც
ამინდის მოდიფიკაცია, ამინდის ცვლილება ადამიანთა ჯანმრთელობის ფასად, რომ ისი ოფისიდან ხდებოდა პრაქტიკულად აი ამ ქიმიური რეაგენტების გაშვება, მომზადება ამისთვის და რომ ის პრაქტიკულად ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო და როცა გამოერკვა, როცა ეს დეტალურად შეისწავლა, გამოიკლია და რო იტყვიან თვალი აეხილა, ახლა ის ამას თავად უპირისპირდება, ამ დარგის თუ შეიძლება ითქვას ექსპერტი გახდა და რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება იბრძვის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს მავნე ნივთიერებები, რომლებიც იფრქვევა, ხომ, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანთა ჯანმრთელობას. მაგრამ ყველაზე საოცრება არის კიდევ ის, რომ აი ეს როდესაც მეკითხებით ვინ დგას ამის უკან გლობალისტური ფლანგი და მილიარდერები მათ შორის ბილ გეიტსიც და ის USAID რომელსაც ჩვენ ერთი გადაცემა უკვე მიუძღვენით უნდა გითხრათ და მოდით ვაჩვენოთ ესეც ტელემაყურებლებს ასეთი ტელეარხია და შესაბამისად ვებგვერდიც აქვს მას ხალხის ხმა The People's Voice რომლის ასე ვთქვათ მოდით ვებგვერდზე განთავსებული მასალა ვაჩვენოთ თორე ამის არხით გასული სიუჟეტიც არის სადაც მითითებული ოფიციალური დოკუმენტებით, კონტრაქტებით ყველა მასალა თუ როგორ აღიარა ამერიკის კონგრესმა ამას მწვანე შუქი აუნთო და 2022 წელს სწორედაც USAID-ის და Bill Gates-ის თანადაფინანსებით $2 მილიონი არის ამისათვის გამოყოფილი და 2027 წლამდე 5 წლიანია ეს პროექტი, ასე ვთქვათ, აიდაჰოს თავზე, ეს არის ერთ-ერთი მთიანი შტატი ის ამერიკის მოხდება გაფრქვევა მძიმე მეტალთა შენაერთების და აი ეს ყველაფერი შენიღბულია ძალიან ლამაზი, ასე ვთქვათ, სახელწოდებებით, სათაურებით, პროგრამებისა, რომელიც ემსახურება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას და ამინდის, ასე ვთქვათ, დარეგულირებას. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკელები აღშფოთებას ვერ მარლავენ, რომ ამ ყველაფერსში ძალიან გარკვეულია თავად და მწვანე შუქი რეალურად აუნთო მას ამერიკის კონგრესმაც. და თქვენ წარმოიდგინეთ 2027 წლამდე, როცა მხოლოდ აიდაჰოსთვის გამოყოფილია 2 მილიონი, სხვა ქვეყნების წარმოიდგინეთ მასშტაბით რა ფინანსებია ამაში ჩადებული. აქ ლაპარაკია მილიარდებზე, ეს არის ძალიან ვერაგი პროექტი, რომელიც უნდა გითხრათ, რომ 1998 წლიდან დაიწყო ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კანადაში, მერე რუსეთში უკრაინაშიც გამოჩნდა და მეც გეტყვით დღეს არსებობს აი ვიდეო კოლაჟი რომელშიც თურქეთის, გერმანიის და მათ შორის საქართველოს კადრებიც არის როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს შორის ქალბატონო თინათი შემჩნეული მეც კი ბატონო საქართველოს თავიდან კი დაიწერება ასე ვთქვათ კი როგორც როდესაც თავიდან დაიწყო ამაზე საუბარი და ნუ ხალხში ძალიან სკეპტიკურად მიიღეს ადამიანებმა ეს ფაქტი და ძალიან ბევრმა დამცინა კიდეც მე თავიდან კი დაიცინებიან ყველაფერზე მართალია კი ამიტომ მე ნამდვილად ეჭვი არ მეპარებოდა მაშინ და ნუ ეხლა უკვე დასაბუთებით შემიძლია ვთქვა და უკვე ესეთი ამბავიც აატეხილი რომ ამას ნამდვილად გარდაუვალია და ვერ გადავალთ და მე მინდა რომ საზოგადოებამ ნამდვილად სერიოზულად იფიქროს ამ პრობლემაზე ხმა ამოიღოს და რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი სიცოცხლის ფასად ხდება ეს ყველაფერი და ჩვენ ადამიანებმა ჩვენ ნამდვილად გვაქვს ჩვენი იურიდიული უფლება იმის და თუნდაც მორალური რომ ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი საყვარელი ადამიანები მეგობრები ოჯახის წევრები ნებისმიერი თუნდაც მოძმე ქართველები გავაფრთხილოთ და ცოტა სერიოზულად შევხედოთ ამ პრობლემას ესე არ ხდება რომ ამხელა თანხა არიდება სულტყუილად ეს მილიარდები ესე იგი ეს არის მიზანმიმართული ადამიანების რაოდენობის შესამცირებლად ხომ და რაღაც ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიცით და ამის ფაქტები იდება და თქვენ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ ნამდვილად ესე აქტიურად აჟღერებთ ჩვენი ტელევიზიის საშუალებით და ჩვენც რა თქმა უნდა ყველანაირად იმის საშუალებას მოგცემთ რომ მეტი ინფორმაცია მიიტანოთ საზოგადოებამდე მე ვფიქრობ რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს ამ ყველაფრის მიმართ და მე ვფიქრობ რომ ცოტა ისეთი პრობლემაა ეს სიცოცხლეს ეხება და ამიტომ უფრო მეტად მაგრად უნდა დავდგეს რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგ ბატონო კობა მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ ჩვენ უკვე გავიგეთ რომ აფრქვევენ ჩვენ უკვე გავიგეთ რომ ეს უკვე ბათუმში კადრებიც ნახა ჩვენმა მაყურებელმა და ძალიან ესე ვთქვათ დასაფიქრებელია ეს ყველაფერი მაგრამ მაინც საზოგადოებას რო აუხსნათ და უფრო მეტად ესე ვთქვათ
გავარკვიოთ რა პრობლემას და რა დაავადებებს შეიძლება იწვევდეს ეს ყველა. ალბათ უფრო დაავადებთან მიმართებაში ხალბანთინა იტყვის. თვითონ მათმა განაცხადეს, რომ ბილ გეიტსი არის მათ უკან. ის არის პირდაპირ დამფინანსებელი და პირდაპირ მომწოდებელი ამ ნივთიერებისა და ამ და არსებობს ამის დოკუმენტაცია. რა თქმა უნდა არსებობს და მე მოდი ესე ვიტყვი. უფრო დამაჯერებელი რო იყო ჩვენ იმიტომ ვიყენებთ საერთოდ ფოტომასალას და ვიდეო მასალას რომ მაყურებელმა კარგად აიღოს ჩვენ რაღაცა ჰაერიდან არ მოგაქვს სიტყვები და ვიღაცას არ ვეუნებით და რაღაცა შიშს არ თესავთ. და თუნდაც ხელისუფლებამაც კარგად გაიგოს, რომ ხელისუფლებამაც კარგად გაიგოს. ჩვენ გვაგზივართ ბატონებო და თქვენ თუ მანდ მუშაობთ, ჩვენ სხვათებით მუშაობთ, იმიტომ რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვზრუნავთ. თქვენთან განსხვავებით უკაცრავად პირდაპირ ვამბობ რა. თუმცა მოდით ვაჩვენოთ ფოტომასალა და იმ ფოტომასალით თვითონ თქვას მაყურებელმა გამოიტანოს დასკვნა. ეს არის თვითმფრინავები, სადაც არის ჩადგმული დაახლოებით 3 ტონაზე მეტი ნახევრიანი სხვადასხვა ბალონები, რომელიც არის ავზები, რომელიც პრაქტიკულად არის ესე იგი ამ ნივთიერებებით, რომელიც წეღავმე ჩამოთვალე და შემდეგ ხდება მისი უკვე გაფრქვევა ცაში სხვადასხვა ტერიტორიაზე. რომ გავიმეოროთ მაინც რა ნივთიერებებს გვაქვს საუბარი. ესენი ახლა გეტყვით, ამიტომ ზეპირად რა ხდება ვერ დავიმახსოვრებ, ამიტომ ძალიან ბევრია. ძალიან აზოტის დიოქსიდი, გრაფენის ოქსიდი, ალუმინი, ბარიუმის მარილები. საშინელი. ამიტომ მე კიდე ამ ფოტოსთან მასალასთან მიმართებაში კიდე ერთი ვიდეოს ვაჩვენოთ ძალიან საინტერესოა, სადაც ოკეანეში რამხელა კედელი აღმართა, ქიმიური კედელი აღმართა თითრინავმა, რომელმაც გადაუფრინა ოკეანეს. ესეც თავარი არის და ძალიან აუცილებელია იმისა, რომ მაყურებელმა იწოდეს და თუნდაც შედარება გააკეთოს ორი დღის უკანდელისა და ბათუმში გავრცელებული იმ კადრებისა და თუნდაც ამ ვიდეოსთან მიმართებაში. ნუ რა თქმა უნდა ესეთი თლათ ესეთი არ იყო, მაგრამ მოდით ხვალდაზეგ რა იქნება ჩვენ არაფერი არ ვიცით. მოდი ეს ახლა მეორე მიმართულებაა, რომ იცით საერთოდ როცა ვიწყებთ ამაზე საუბარს, აი თქვენ ქილიკის ამბობთ. ზოგს არ ჯერათ, ზოგს რაღაცა ისეთი დამოკიდებულება აქვს. დაუჯერებელია ხო, იცი რა, ასლავარდოთ როგორ შეიძლება ან ესეთი. აი ბატონო, ნუ ჯერათ, თუ ჯერათ, თუ ისიც არავის არ ჯერა რომ პანდემია მაგალითად რომელიც გამოცხადდა, ხო ეს ხელოვნურად იყო. ამისიც არ ჯეროდათ. იმისიც ჯეროდათ, რომ ისე უნდა გამომეორდე, იმიტომ რომ ეს თემა თლიანად ერთმანეთში გადამგულია, რომ ვერ ვავიცეთ თქვენ გიშველეთ და თქვენ ვაიცეთ მე მიშველეთ, ხო? მაგრამ აი ეს ყველაფერი რა ხდება? რა არის თავარი აი ამ მოქმედების გეგმა? იმისა რომ ბავშვები დაავადდებიან, იმისათვის რომ მაგალითად გავრცელდა და განაცხადა ტრამპმა რომ მაგალითად აუტიზმი გავრცელდა ამერიკაში, სიმსივნე ძალიან ბევრი დაავადებაა, რომელიც არაფრისგან სისხლის პათოლოგია. სიმსივნე რო გამოიწოდა, ამას უკვე სპეციალისტები უკვე ადასტურებენ, რომ აბსოლუტურად ეს რა ქვია ვაქცინები, რომელთაც აიძრა მოსახლეობა, ის იწვევს უკვე იმ ვაქცინებს, რომელსაც ქვია ტურბოკიბო. ამას ესე მოდი ესე დავარქვათ. ხო, მაგრამ აი ეს რატოა შექმნილი ახლა? თავარი манипуლირებელი სიტუაცია მოსახლეობის ძალიან მარტივია. აი ახლა მე უბრალოდ გეტყვით ესე დავალაგებ. იმისათვის არის შექმნილი ეს ქიმიური რომ ბილიკები და გვაფრქვევენ თავზე, რომ კალბამთინა ახსენები იტყვის მე ალბათ თუ დაავადებდათ რომ დაავადებებზე საუბარი. გაიგოს უნდა მე მეორეს ვიტყვი, აქ არ ვეხები, აბსოლუტურად. ფსიქოლოგიური გავლენა მოსახლეობაზე. ეს ყველაფერი შექმნილი იმისათვის, რომ ხალხმა არ იყოს მოტივირებული, იყოს მოდუნებული, ზარმაცი და უიმედო. ამიტომაც ყველას ცოტა უფრო დეპრესია აქვს ამის შემდეგ სხვათა შორის და დააკვირდით მოსახლეობას როგორი ესეთი მოდუნებული აბსოლუტურად რეაქცია მხოლოდ ჩარგული აქვს თავი ტელეფონზე და მის გარშემო თუ რამე არის არავინ არაფერი არ იცის. ხალხი თავის თავს ელაპარაკება ხალხურ რამოდენიმე ხო, ყველაფერი ნაცრისფერი ჩანს ამ ადამიანებისთვის, არაფერი აი კაცს რო კლავდნენ მის გვერდზე, ამოიღეს ტელეფონს და დაიწყებს გადაღებას და მას კი არ მიეხმარება. ამ თუნდაც დაზომბებული ხო, აი ეს არის რატომ? იმიტომ რომ საღიაზროვნება არ შეეძლოს ადამიანებს და გაზარმაცებულია. გაზარმაცება. ეს ყველაფერი პრაქტიკულად რაც მე ჩამოვნათვალი, ეს პრაქტიკულად გადავხედოთ ჩვენს გარემოცვას, მოსახლეობა ყველა დავდივართ ქუჩაში, როგორი ადამიანები. ანუ ნიჰილიზმი აქვს აბსოლუტურად მოსახლეობას, აბსოლუტურად არავითარ მხოლოდ ერთადერთი ჭამო
ტელეფონი კონდეთ და სულ მას არ ახება არაფერი. მას არ ტკივა სხვისი კომუნიკაციის პრობლემა აქვს. ეს კომუნიკაციის რა, ძალიან გამარტივდა, ხო, ეხლა სიტყვაზე გამარჯვებასაც აღარ გეუბნება არამედ რა. ეხლა ფიზიკურად რო შეიძლება სმაილიკის გაგზავნა, ალბათ სმაილიკსაც გამოგზავნიან ისე, რო გაგიაროს გვერდზე. გამარჯვების მაგალითად. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ერთად თუ ცოტა მოსახლეობა გონსმოვა და დაფიქრდება, მე რასაც ვამბობ, იმას კი არ ვამბობ, რომ მე ვარ და მე რასაც ვამბობ, ეს მართალია. დაფიქრდით ჩემ ნათქვამზე, თუ მე ტყუანი ვარ, მითხარით ბატონებო, თქვით რომ მომწერეთ, რომ კი ბატონო, თქვენ თუ ტყუილს ამბობთ ამას ყველაფერს. თუ არა და მოდი შევხედოთ ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას. თითქოს რაღაც ჯაჭვური რეაქცია მაინც რომ მოსახლეობის შემცირება ეს იმდენად დიდი, ესე ვთქვათ, პროექტია, აი ამ მილიარდების. ეს ხადია, რა თქმა უნდა. რაღაც უკვე თითქოს მიყვება ნელა-ნელა ერთმანეთს ყველაფერი და აი კონკრეტულად ამაზე ვთქვათ, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს აი ამ ყველაფერს. ხო, ჯერ ერთი ნამდვილად თქმულში გეთანხმებით გამოთქმულში, მაგრამ მე მინდა აი ვთქვა, რომ ის რაც ეხა ბატონმა კობამ აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიურ ფაქტორთანაც არის ეს შეჭიდული, ეს ჯერ კიდევ 1999 წელს, როდესაც ტეხასის თავზე ეს გარკვეული გააფრქვიეს იმ პერიოდში ძალიან და ეხლა სხვათა შორის ყოველკვირეული ძალიან პოპულარული გამოცემის რედაქტორია ცნობილი ჯორჯ ფილერი, რომელმაც დაკვირვებით და შემდეგ სპეციალისტებთან ასე ვთქვათ კონსულტაციით დადო ფაქტები, რომ აი ამ გამოფრქვევიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში პრაქტიკულად სრულ დეპრესიაში იყო ტეხასის მოსახლეობა, ის ნაწილი ტეხასის იმ რეგიონის ასე ვთქვათ იქ ეტაპობრივად და უნდა გითხრათ რომ ტეხასი პრაქტიკულად არის განადგურებული ამ შეფრქვევებით და აი ჩრდილოეთ სამხრეთ ნაწილებში ცალ-ცალკე პერიოდებში დეკემბრის თვეში აფრქვევდნენ და ცალსახად დაადასტურეს შემდეგ სპეციალისტებმა, რომ აი ეს მოდუნებულობა, რაც ჩამოთვალა დეპრესია, აპათია, ანჰედონია, ანუ აი ეს სიცოცხლის ხალისის შეუგრძნებლობა, ინდიფერენტოლობა, სისუსტე, ეს ყველაფერი აშკარად ამ ნივთიერებებთან არის შეჭიდული, თუმცა გარდა აი ამ ასე ვთქვათ ფსიქონევროლოგიური პრობლემებისა, ვისცერული და უჯრედულ დონეზე მიმდინარე პათოლოგიური პროცესებია უკვე აღწერილი და არ მინდა ეს გაიგოს ისევ მაყურებელმა, რომ ეს ჰაერზე მოყვანილია. ჯერ ერთი აი ვაჩვენოთ ჩვენ თქვა ბატონმა კობამ, რომ სპეციალური მოწყობილობებია და ამაში ჩართული არიან კიდევ ერთხელ ვიმეორებ ავიო კომპანიების პილოტები და აი ერთი ვიდეო მინდა ასევე ნახოს ტელემაყურებელმა, სადაც აეროპორტის ტერმინალში მდგარი თვითფრინავიდან იფრქვევა, იმდენად შეეშალა პილოტს და აფრენამდე გაუშვა ეს თქვენ წარმოიდგინეთ და აი შეხედოს მაყურებელმა, რომ ეს ჰაერზე მოყვანილი კი არ არის, ფაქტებია, დოკუმენტებია, რომელზეც განგაშტეხენ მსოფლიო დონის ექსპერტები უკვე. თქვენ წარმოიდგინეთ ის ნივთიერებები, აი რომელიც ჩამოთვალა მარტო ჯერთი დავამატებ, რომ ცეზიუმის, სტრონციუმის შენაერთები, ბორი ხშირად იფრქვევა, ეს ქიმიურ აგენტებზე ცალკეა საუბარი და ცალკეა ბიოლოგიურზე, მაგრამ აი ბარიუმის შენაერთები კონკრეტულად რომელიც გამოყენებულია და კერძოდ ბარიუმის კარბონატი მაგალითად ცნობილია და საიდან ახლა შეიძლება კითხვა დაებადოს ხო მაყურებელს, ჯერ ერთი რომ ბევრ სახელმწიფოში იმის გამო რომ ეს იფრქვევა და ტროპოსფეროში აფრქვევენ ჯერ ერთი დაახლოებით 10-12 კილომეტრის სიმაღლიდან, ეს ილექება ხმელეთზე, არის ფაქტები კანადაში, თურქეთში, რომ მანქანის მინებზე, ფანჯრებზე სახლების ეს ნადების სახით, ზოგან ყვითელი ჟელესმაგვარი სუბსტანცია, ზოგან რაღაცა ნალექი, ზოგან მტვერის სახით ილექება და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც მოახდინეს წყლის ანალიზი, როცა ამ აღებული სინჯების სპექტრული შედგენილობის კვლევა ჩაატარეს, გაირკვა რომ აი მაგალითად ვირთაგვების შხამად ცნობილი ბარიუმის კარბონატი, ასევე ბარიუმის ქლორიდი, რომელიც ასევე ზეტოქსიური ნაერთია და ზოგადად ხა ქიმიკოსები თუ გვისმენენ, იციან კარგად ქიმიკოსებმა და ამ დარგის სპეციალისტებმა, რომ ბარიუმის ზოგადად ასე ვთქვათ ბუნებაში ბარიუმი ბუნებრივად არის 7 იზოტოპის ნარევის სახით და ძალიან დიდი ასე ვთქვათ ნაწილი ამ იზოტოპების არის რადიოაქტიური. შესაბამისად
უმეტესად ზოგიერთი ურანის დაშლის შედეგადაც წარმოიქმნება. აი ეს რადიოაქტიური კომპონენტები და შენაერთები იფრქვევა სწორედ იმისთვის, რომ დაზიანდეს ადამიანთა ჯანმრთელობა. სხვა მიზანს ეს არ ემსახურება. კი, ის შენიღბულია თითქოს ამინდის ცვლილების და ვითომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნიღბით, მაგრამ ის რომ იწვევს სისხლის პათოლოგიებს, გულის შეტევებს, ნევროლოგიურ დარღვევებს, გულისრევას, თავის ტკივილს და ძალიან დიდია სია, იცით, იმ დაავადებებისა, რომელიც უკვე დადასტურებულია იმ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიხედვით სტატისტიკა არის დადებული დაავადებებისა წლების მიხედვით და თქვათ იმ ერთთვიან ორკვირიან შუალედში გადმოფრქვევიდან. ამიტომ ეს დღეს უკვე ინფორმაცია დოკუმენტური თუ შეიძლება ითქვას დასაბუთებული მასალაა, რომელზეც ვერ გავიცხარებთ და ვერ ვიტყვით რომ ეს სიცრუეა. ნამდვილად ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ცოცხალი მაგალითი ვარ, ნამდვილად ვარ და მინდა გითხრათ რომ შარშან დელისის მეტროსთან ჩავედი რაღაც მაღაზიაში, რაღაც საყიდლებზე, გავედი და არანორმალური მძიმე, აი რაღაც აი როგორ გითხრათ, ხო, აი რაღაც აი ქიმიური რაღაცა სუნი გეცათ ჰაერში. მეთქი რა ხდება რა, იწვის რამე, იმიტომ რომ დამწვრის სუნი არ იყო, რაღაც აშკარად სხვანაირი სურნელი იყო ჰაერში და ნუ ავიხედე რა თქმა უნდა ბუნებრივია ზემოთ და ვხედავ, საღამოა რა, არ ძალიან გვიანი იყო, მაგრამ ბრნელდებოდა. აი, როგორც ბათუმის ცის თავზე ესე ვთქვათ, რაღაც აი გაიბრუნდოვანი რაღაც თეთრი მასა, რომელიც ცოტა ტრიალებდა ესე ჰაერში, ნელა. ეგრევე მივხვდი. პირბადე კოვიდის დროს არ მკეთებია. 3 პირბადე ვიყიდე აფთიაქში, შევედი და გავიკეთე. იმდენად აუტანელი სუნი ქონდა. აშკარად სუნი იყო უკვე ჰაერში, გაუსაძლისი იყო, ვერ ვისუნთქებდი, ანუ არ შემიძლია რაღაც ესეთი რაღაც. კი, ნუ მოქალაქეები აი ხშირად აფიქსირებენ, იღებენ ფოტოებს, ხო, ფაქტია. აშკარად, აი მე ვარ პირადი მაგალითი, რომ დავინახე კიდეც და შევიგრძენი კიდეც და კიდევ კარგი რომ უცებ გავარდი მე და შევარდი სადღაც მაღაზიაში, თორე იმის მოთმენა იყო აუტანელი, აი მართლა ვიცახი. კი, ნუ გაცაგებია, მით უმეტეს ამის შესაძლოა არ დამავიწყდება. პრობლემები ექნება. ეს არასდროს არ დამავიწყდება, მართალია იმ წუთშივე მოვახდინე რეაგირება და შევედი აფთიაქში რაღაც ვიყიდე, არ გამოვედი ცოტა ხანი, მე მეტროში ჩავედი, მაგრამ ფაქტი ხო მოხდა, რომ ადამიანი პირდაპირ ხედავდა ვიგრძენი, ხო რაც არის და ეხა მე ადამიანს როცა ამას ვუხსინა ვეუბნები, რომ ესე მოხდა. და რო არ გიჯერებენ, ძალიან რთულია, როდესაც ამაში ეჭვი ეპარება და არა და ნამდვილად მართალი ხარ და ვიცი რომ ხო, რა თქმა უნდა, ფაქტებია, ეხა კიდევ ამბობ, ამას იკვლევენ უკვე ექსპერტები. ეს იმდენად შეუმჩნეველია, ზოგ მე ეხა სუნი რომ იყო, იმიტომ უფრო თან რო ვიცი ეხლა, ხო? აი ვიცი ხო რაღაცეები და ანუ უფრო მივაქციე ხო ყურადღება, მაგრამ აი ადამიანები რომლებიც აი არ აქცევენ ყურადღებას და გონიათ რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ხო გადაიფრინა რაღაცა მე რა მოხდა, რამდენია ესე? რომელიც ამას არ თვლის დიდად რომ აი რაღაცა მე რა მოხდა ხო? სხვათაშორის ეს დავამატებ კიდე რომ აი ეს პილოტები რომლებიც ამ პროგრამაზე მუშაობენ და თვითონ აკეთებენ ზოგს ჯერავს რომ მართლაც რაღაც კეთილ საქმეს აკეთებს იქიდან გამომდინარე რომ რაღაცას აღვქოს და ეს მოსახლეობისთვის კარგია. მიწას ანოყიერებენ რაღაცა მაგდაგო ეს ფაქტებია ეს მონოპოლიდან გამომდინარე რასაც თვითონ პილოტები საუბრობენ და მეორე არის ის რომ თვითონ პილოტებში შეხდება მაგალითად ის რაც ჩამოთვალია ეს უხასიათობა რაღაც სიზარმაც ეს თვითონ ამ პილოტებსაც აქვს და ეს ანალოგიურად და სხვათა შორის ხდება ისკივე თვითმკვლელობებიც პილოტებშიც კი ანუ თვითონ იწევს ეს იმდენად ნუ და აქ არის საკმაოდ მოთხოვნადია პილოტებს უნდა ეწოთ სპეციალური ტანსაცმელი ნიღბები რომ მაქსიმალურად პირველი ჯგუფის ეს რაც ესეთი ყველაზე უმაღლესი დამცავი ტანსაცმელი ამ სკაფანდრი ალბათ რაღაც შესაბამისი ხო ეს უნდა ეწოთ ახლა იმდენად ესა ახლა თქვენ როგორ გონიათ რომ თუ ესეთია და პილოტი ესე უნდა იყოს დაცული და მე მას ცალში უშვებენ და გვაფრქვევენ წარმოიდგინეთ ახლა ეს ნუ რა თქმა უნდა ის შეიძლება უფრო მძაფრისუნია იქ როცა ერთად არის ეს მასა მაგრამ მისი გამოფრქვევა რომელიც მე იფრქვევა და ჩამოდის რაღაცა ნუ არ ვიცი ზოგი ღრუბლის სახით ზოგი წვიმის სახით ზოგი ნისლის სახით ამას არ აქვს მნიშვნელობა ნუ რატო უნდა გაგეკვირდეთ თქვენ ის მომარეობა რომ მაგალითად სუნი იგზენით ან რაღაცა სუნი აშკარად ვიგზენით ზოგს ახლა პნოს არ აქვს ზოგს მაგრამ ადამიანი არის ზოგს არ
აღკნოსვა და ვერ გძნობს მაგალითად ხო ესა მაგრამ ზოგი გონია ზოგი არ აქცევს ამ რაღაც კერძო ადგილას არის ეთის სუნი და გარბის რაღაცა შორს მაგრამ ავერსად ვერ გაექცევით სიდა რაც მოდის როგორც იმას ვერ დაემალეთ შეეფარები მაგრამ ჰაერს რას უშუალოდ ჰაერი არა ჰაერია დაბინძურებული სიმსივნებით ზუსტად აი სიმსივნე პირველი ექიმებსაც ახლა ჩვეულებრივად რომ მკითხოთ გეტყვია ხო მე ხა თქვენ მით უმეტეს კომპეტენტური ხართ დაბინძურებული ჰაერი დაბინძურებული საკვები კი ბატონო პირველი ხელისშემწყობი არის ეს ანუ არ ვიცით რითი ვიკვებებით საერთოდ ამ დიდარ ქვეყანაში როგორი ნიადაგი გვაქვს როგორი მიწა გვაქვს როგორი შესაძლებლობა გვაქვს და რატომღაც სასუქებით და რაღაც 1000 პესტიციდებით და წამლებით გაზრდილ პომიდორს კარტოფილს ყველაფერს რაც არ ვარგა იმას ვღებულობთ სამწუხაროდ ადამიანები და ჩვენი ბავშვები შვილები და ნუ კიდევ მე გვიყვარს ამდენი და აბადობა ამდენი და უშუალოდ სიკვდილიანობა რატომ არის ჩვენს ქვეყანაში ისედაც ძალიან მცირე ეპივართ ეხლა მინდა ესეთი კითხვა მოვასწრო ქალბატონი თინათინ ძალიან ნუ მაინც ცოტა დრო დაგვრჩა და იქნება ეს თემაც ვახსენოთ განმოფრქვევა ხო არის თუ არა შესაძლებელი გადმოგვაფრქვიონ ვირუსები ანუ ჰაერში გაუშვან ვირუსები და არის თუ არა ამის საშიშროება რომ დაუშვათ მივიღოთ ვირუსები აი ჯერ ერთი მინდა გითხრათ რომ ხო ესეც შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს მსმენელს მაგრამ ფაქტია რომ გარდა აი ამ ქიმიური აგენტებისა ბიოლოგიური აგენტებიც არის ამ სინჯებში ნანახი როგორც მოგახსენეთ ანალიზით და სპექტრული შედგენილობის კვლევით და თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ ერთი კანადაში დაფიქსირებულია არსებობს ამის დოკუმენტური მასალა და სხვათა შორის ეს პილოტმა ერთმა რომელიც აი ასევი ამ ხალხის ხმა აი ამ ვებგვერდზე არის აი ამ საინფორმაციო პორტალის ისევ და ისევ ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებული პროექტი იყო და პილოტმა აღიარა რომ აფრქვევდნენ ბადისებულ ქსელისებრულ მასას სუბსტანციას რომლის ასე ვთქვათ როცა დაფენა მოხდა და გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა ეს მასები გამოიყენეს კანადაშიც და აი მე გეტყვით კანადელი მკვლევარი უილიამ ტომასი და ჟურნალისტი ერმინია კასინი ასე ვთქვათ ამას შემდეგ გამოეხმაურნენ როდესაც დადეს ფაქტები ჯერთი განგაში ატეხეს და მე კვლევა ჩატარდა ამ აღებული ნიმუშების რომელშიც აღმოჩნდა ბადისებური აი ამ ქსელისებურ სუბსტანციაში ბაქტერიები ასე რომ ნუ გაგვიკვირდება აქ სხვათა შორის ლაპარაკი იყო აქტინობაქტერიების გარკვეული ჯგუფია ეს სტრეპტომიცეტები როგორც უწოდებენ რომლებმაც შეიძლება ბაქტერიემიაც კი გამოიწვიონ ადამიანის ორგანიზმში და მეც გეტყვით მარტო ბაქტერიებზე და ვირუსებზე კი არ არის საუბარი იშვიათი ჯგუფის ფერმენტები რომლებიც აი ბიოლაბორატორიებში გამოიყენება ვირუსების შესაქმნელად იყო და არის მონაცემები რომ ძალიან ტეხასში ძალიან იშვიათი V2 ასეთი გრიპის ვირუსები გადმოაფრქვიეს და მეც გეტყვით დღეს როდესაც საუბარია ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში მოსახლეობის ასეთ დიდ წინააღმდეგობაზე ხო ვაქცინაციისადმი ლაპარაკია და საუბარია იმაზე რომ RNM პლატფორმის ვაქცინების გადმოფრქვევაც კი ხდება ანუ ჰაერწვეთოვანი გზით ხდება იძულებით ვაქცინაცია მოსახლეობის და არ მინდა რომ ესეც მაყურებლისთვის ასე ვთქვათ საქილიკო გახდეს მე მინდა ვაჩვენო ტელემაყურებელს ჟურნალი ეს არის Science Translation Medicine რომლის რედაქტორი კორტნი მალო დებს თავად რედაქტორის სტატიას და აი ამ სტატიაში მას დეტალურად აქვს აღწერილი როგორ ხდება ჰაერწვეთოვანი გზით მოსახლეობის მსოფლიო მოსახლეობის იძულებით ვაქცინაცია. ასე რომ დღეს ეს სასაცილო არ არის, ისეთი ფაქტებია, ისეთი დოკუმენტები და ისეთი გამოცემების ცნობილი კიდევ ამბობ, კვლევარები, რედაქტორები დებენ ოფიციალურ მასალებს, რომელსაც ვერ გავექცევით. ეს დებს ყველაფერი ინტერნეტ სივრცეში და შეგვიძლია ჩვენ ამას გავეცნოთ და ვნახოთ და დავწმუნდეთ იმაში, რომ რეალურად არის განგაში ზარი მთელ მსოფლიოში. ნუ ძალიან რთულია მოусმინო ესეთ ინფორმაციას და რეაგირება არ გქონდეს და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის და დღევანდელი გადაცემისთვის აი ესეთი ინფორმაციისთვის და მინდა ჩვენს ხელისუფლებას
მივმართო ჩვენი ეთერის საშუალებით, რომ იქნებ მეტი ყურადღება და იქნებ მეტი, ესე ვთქვათ, კომპეტენტურობა გამოვიჩინოთ. ამასთან დაკავშირებით, ისედაც ძალიან მცირეერი ვართ და მე მგონი ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და არ უნდა დავუშვათ თვით სახელმწიფომ ხალხმა თუნდაც არ უნდა დაუშვას და პირველი ჩვენი დამცველი და პირველი ჩვენი პატრონი, ესე ვთქვათ, უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება. და ნამდვილად ადამიანებსაც მოვუწოდებ, ჩვენს მაყურებლებსაც მოვუწოდებ, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ჩვენი ჯანმრთელობის მხრივ და რა თქმა უნდა, აი ამ სიტუაციის და აი ამ თემის ირგვლივ, უკაცრავად, რომელიც ახლა დღეს თქვენ აქ ნახეთ, თუნდაც ვიდეო მასალით, თუნდაც დოკუმენტური მასალით და რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესიონალების და ექსპერტების, ესე ვთქვათ, საუბარი მოისმინეთ, რომელიც არის ძალიან ყურადსაღები და საინტერესო. ამიტომ მაინც მოვუწოდოთ ჩვენს მაყურებელს, რომ იყვნენ უფრო მეტად დაცულნი და უფრო მეტად, ესე ვთქვათ, შეიარაღებული, გაფრთხილებული ადამიანი ყოველთვის შეიარაღებულია. ამიტომ ხო, მაგრამ ახლა მოსახლეობა ამას ნამდვილად ვერაფერს ვერ შეწინააღმდეგება. თუნდაც არა, ნახეთ როგორ არის ძალიან ბევრი პროტესტი კონტინენტინ, რომელსაც ჩვენ მივმართავთ პროტესტის ხერხს და ზომებს, რაც დაუშვათ არ მოგწონს და გამოვდივართ, ხომ გვაქვს ამის იურიდიული და სრული უფლება, მორალური თუნდაც, რომ ჩვენი აზრი რაღაც ეტაპზე დავაფიქსიროთ, ხომ? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ეს თემა, რაც ახლა დღეს გაშღერდა ჩვენი ეთერის საშუალებით და თქვენი საშუალებით, ეს თემა იმდენად დიდი განგაშის ზარი უნდა ატყდეს ამაზე თუ ხელისუფლების მხრიდან თუ რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, რომ თუ ხმა არ ამოვიღეთ მაშინ და ორივე მხარე გავჩვდით, რა თქმა უნდა ეს ისე ჩაივლის როგორც არაფერი და რა თქმა უნდა სიკვდილიანობაც უფრო მეტი გვექნება და უფრო სწრაფად გვექნება. ამიტომ გაფრთხილებული ადამიანი ყოველთვის შეიარაღებულია, ყოველთვის შეუძლია თუნდაც მის ხელისუფლებას მოთხოვოს ის, რომ უფრო მეტად დაგვიცავით, ასევე ჯანდაცვას და ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან კარგად არიან ამ ყველაფერში გარკვეული და გათვითცნობიერებული, მოკლედ ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ ჩვენიერი, გადავარჩინოთ ჩვენი მოსახლეობა იმისათვის, რომ უფრო მეტი ადამიანი ვიყოთ და არ შევმცირდეთ. თუნდაც იმ მილიარდერების, ესე ვთქვათ, დაფინანსების და პროექტების, ესე ვთქვათ, მსხვერპლი არ გავხდეთ და ვიყოთ რა, კარგად ვიყოთ, ჯანმრთელად ვიყოთ და თქვენაირი ადამიანების წყალობით, ნამდვილად დიდი მადლობა თქვენაირი ადამიანების წყალობით, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ ჯანმრთელობის შესახებ. მადლობ თქვენ. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ ყოველთვის გვიყურებს და გვიგზავნის თბილ შეტყობინებებს. დიდი მადლობა, დროებით კარგად სანდებოდეთ.